ეხლა ძალიან ისეთი რაღაცას ვიტყვი კიდე, რომ ძალიან ავანტიურისტულად გამოჩნდება. ანუ ნებისმიერი personality channel-ი 99%-ით არის საგამანათლებლო. სულ ერთი არ ასაკეთებს რა. აი მაგალითად მე რო TikTok რეაქციას ვიღებ, ეგ არის საგამანათლებლო. რა კონტექსტში მითხარი? ან სულ ერთი, ანუ რა კონტექსტში და გეტყვი ნახე, მაგალითად უყურებ რაღაცას და ამ რაღაცაზე შენ გამოთქვამ შენს აზრს. მაგალითად ძაღლს დაარტყა ვიღაცამ რაღაც ჯოხი ან რაღაც, ხო, ამბობ რომ ეს ცუდია. ვიღაცამ თავის მეგობარს არ დაეხმარა, ამბობ რომ ეს ცუდია. ვიღაცა დაეხმარა, ამბობ რომ კარგია. და როცა ნებისმიერ რაღაცას იღებ როგორც პერსონალური იუთუბერი, სულ გამოგდის საგამანათლებლო ვიდეო, თუმცა ამაზე ბევრი ადამიანს ალბათ არ უფიქრია რა. უყურებ რომ განათლება ხო ძირითადად ყოველთვის ასოცირდება რაღაც ისეთ ნარატივში რა, პოზიტიურ ნარატივში. შენ თუ არა სწორი ფასეულობების სიტყვაზე იუთუბერი ყავს არჩეული, რომელიც არასწორ მესიჯს გიჟღერებს და ეს სრული მისი უფლებაა და პახოვ მართლა ეს ეგრძნობს, ეგეთი განათლება რამდენად ეს არის, რა ქვია, ღირებულია. იცი როგორ არის? ზუსტად მაგაშია საქმე, რომ როცა იუთუბერი ხარ, მნიშვნელობა არ აქვს რა კონტენტს აკეთებ, მნიშვნელობა აქვს რა ფასეულობების მატარებელი ხარ. შენ როგორი ფასეულობების მატარებელი ხარ, იგივე ფასეულობებს ავრცელებ და სულ ერთი არა კონტენტს აკეთებ. თუ გინდა საგამანათლებლო იყოს, თუ გინდა მანქანები ატარე რა. რაღაცაზე აზრს რო აფიქსირებ, ეგ არის მთავარი. და როცა პერსონალურ YouTube არხს აკეთებ, იქ ყოველთვის შენ აზრს აფიქსირებ რაღაცეებზე.